გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, ვისაც ეხლა ამ წუთას რაღაც განსაცდელი გაქვს და ფიქრობთ, რომ ვაიმე დაინგრა ჩემი ცხოვრება, რამე შველება, ღმერთო, ჩემო, ამ განსაცდელს ვერ გავუძლებ და ასე შემდეგ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს გავუძლებთ, ყველანაირი განსაცდელი ჩვენ ცხოვრებაში მოსულია გაკვეთილის სახით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი სწორად მართვა, სწორად მიღება და რომ ეს განსაცდელი რაღაცას გვასწავლის, გზრდის პიროვნულად და გვასწავლის როგორ ვიყოთ უფრო ძლიერები, უფრო მაგრები და როგორ გავუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას. ძალიან ბორცვს მოაიღებს თქვენს თავზე, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ იტიროთ, გამოხატოთ ემოციები, დაიცალოთ ამ ემოციებისგან, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ესეც გაივლის, არ არსებობს მარადიული განსაცდელი ან მარადიული პრობლემა, აუცილებლად გაივლის, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია თქვენ იყოთ მაგრად, თქვენ იყოთ რწმენით იმისა, რომ ძალიან მალე დამთავრდება ეს პრობლემა და ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო მათთვის, ვის ცხოვრებაშიც ყველაფერი ძალიან კარგად არის, ოცნება აუხდა, ცხოვრობს ისე, როგორც უნდა და რა ვიცი, ძალიან კარგ ხასიათზე და ძალიან ბედნიერია, შეხსენება მაქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ მადლობა გადაუხადოთ ღმერთს იმისთვის, რაც გაქვთ, იმისთვის, რაზეც წლების წინ ოცნებობდით და დღეს ამ რეალობაში ცხოვრობთ. მადლობა არის აუცილებელი. არ დაგავიწყდეთ არავითარ შემთხვევაში და უბრალოდ ესეთ მაგალითს გეტყვით, როცა სიკეთეს უკეთებთ ადამიანს, ხომ ძალიან გსიამოვნებთ, როცა მადლობას გეუბნებათ. აუცილებელი კი არ არის ელოდებოდეთ ამ მადლობას და სიკეთეს იმიტომ აკეთებდეთ, რომ მადლობა მიიღოთ. არა, არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სიკეთე უნდა აკეთოთ უანგაროდ, არანაირ მადლობას არ უნდა ელოდეთ უკან, მაგრამ როცა თქვენ ცხოვრებაში ხდება ძალიან კარგი რამე და ძალიან ბედნიერები ხართ, როცა ის ოცნება ახდება, რომელზეც ძალიან ოცნებობდით, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ გადაუხადოთ მადლობა ღმერთს.